8 სექტემბერი წიგნიერების საერთაშორისო დღეა. წიგნიერების საერთაშორისო დღე 1967 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მსოფლიოს მოსახლეობას წიგნიერებისა და განათლების მიღების მნიშვნელობაში ახსენოს. წიგნი ერთი თაობის მიერ მეორე თაობისთვის დატოვებული სულიერი ანდერძია. მსოფლიოში აღინიშნება წიგნის საერთაშორისო დღე. წიგნის მოყვარულებს შევახსენო ილია ჭავჭავაძის სიტყვები. არც უციგნობა ვარგა და არც მხოლოდ წიგნიდან გადმოხედვა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი წიგნი ქალთა როლი ქუთაისის პერიოდიკაში, რომელშიც ასახული არის ქალთა თანასწორობის, თანაბარ უფლებიანობისათვის დაწყებული ბრძოლა საფრანგეთში, რომელმაც გამოძახილი საქართველოში ჰპოვა. ასევე მიმოხილული მაქვს ზოგადად ქუთაისში გამომავალი პერიოდიკა და ქალების აქტივობა ჟურნალ გაზეთებში. მოგიხსენებათ, რომ პირველი გაზეთი ქუთაისში 1891 წელს გამოვიდა და იგი გახდათ შრომა. და იქიდან მოყოლებული გამოიკვეთა თუ რა დიდი როლი ითამაშა პერიოდიკამ ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლასა და ეკონომიკური ბერკეტების დაუფლებაშიც. საერთოდ უნდა ითქვას, ქუთაისში გამომავალი ჟურნალ გაზეთები, შრომა, წყემსი, ქართული ბიბლიოთეკაც და აკაკის თვიური კრებული, ხმა ქართველი ქალისა და სხვა პერიოდიკის შესახებ ის განსაკუთრებული აქტივობები, რომელსაც ქალები გენდერული თანასწორობისათვის მიმართავდნენ. ბუნებრივია, ქართველი ქალებიც გენდერული თანასწორობისათვის იზიარებდნენ იმ სამოქმედო პროგრამებს, რომლებიც ევროპისა და ამერიკელი ქალების გამოცდილებას ემყარებოდა. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა გამოვყო ქუთაისში გამომავალი პერიოდიკიდან ქართული ბიბლიოთეკა, რომლის რედაქტორ-გამომცემელი ეკატერინე ლორთქიფანიძე გახდათ და გაზეთი ხმა ქართველი ქალისა, რომლის რედაქტორ-გამომცემელი კატო მიქელაძე ბრძანდებოდა. სწორედ მათმა აქტივობებმა ათქმევინა აკაკი წერეთელს მოვა დრო, ერთხელაც არის კაცობრიობა შეიგნებს ჭეშმარიტებას და ქალს დასახავს ევად, მაგრამ იმ პირველ ევად კი არა, რომელმაც ვითომ და ედემი დააკარგვინა, არა, იმ სხვა ევად, რომელიც ქვეყნად გაუღებს მას სამოთხის კარებს. ქალთა როლი ქუთაისის პერიოდიკაში დაინტერესებულ მკითხველებმა შეუძლია გაეცნოთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ასევე ციფრული ვარიანტი ივერიელზე.